შენობა კი რომელშიც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა და ახლა საბჭოთა კგბ-ს და რუსული ფსბ-ს დაკითხვების ოთახია. რომ წარმოვიდგინოთ ალბათ ასე დაკითხავენ მოსკოვის ჯურღმულებში გმირ ქართველ გენერლებს და გმირ ქართველ ჯარისკაცებს. არ ვაჭარბებ, არც გავგიჟებულ ვარ თუ ბორიაუს ეს ქვეყანა დაუთმეთ და რუსული საქმე ბოლომდე მიიყვანა, არ გაგვიკვირდეთ თუ ქართველ პოლიტიკოსებს, ქართველ გენერლებს და ქართველ ჯარისკაცებს გასასამართლებად და დასაპატიმრებლად პუტინს გადასცემს. არავის არაფრისკენ არ მოუწოდებ. უბრალოდ ყველა საკუთარ სინდისთან, საკუთარ ნამუსთან, ვაჟკაცობასთან, სამშობლოს წინაშე დადებულ ფიცთან და შვილების მომავალის წინაშე არის პასუხისმგებელი. მინდა ვკითხო ქართული არმიის გენერლებს, კაპიტანებს, სერჟანტებს, ჯარისკაცებს, რიგითებს, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს. თქვენ ტელევიზორი გააქვთ? თუ თქვენი ტელევიზორი მხოლოდ პროპაგანდას აჩვენებს. გმირთა მოედანზე ერთხელ მაინც არ გიწევთ ჩასვლა კვირის მანძილზე? აქ ამოტვიფრული გმირების სახელები: ანწუხელიძეზე ელენე ქაიხოსროშვილის ეს პოსტი გამახსენდა. საუკეთესო შეფასებაა.